მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვართ ისევ Max-ში. დღეს ვაპირებთ რომ შევადაროთ რეალობა რაღა მანქანა მოდის მებოდიში რეალურად რა მოვა ჩვენთან პროდუქტი და ეკრანზე რა იქნება. ეკრანზე დარწმუნებული ვარ ძალიან ლამაზი პროდუქტები იქნება, მაგრამ რეალობაში თუ იქნება ესეთი ლამაზი, ზუსტად ეს არის საკითხავი. ძალიან ბევრი ხალხია. იმენა აქედანვე ეწყობა რომ ძალიან ლამაზი რაღაცები ჩანს, მაგრამ რეალურად რა იქნება. ნუ გატანით ავიღეთ დღეს და შესაბამისად ცოტა ეგეც უნდა გავუთვალოთ. რომელი ავიღო შერასკი? ბურგერი? რომელია იყო და რომელს გაუკაჩო? ჩიზბურგერია იგი? პატარა გაუკაჩო. აი, ჩიზბურგერი ნახოთ ახლოდან. ეს არის ჩიზბურგერი. გვიჩვენებს ძალიან ლამაზ თითქოს ხახვებიც აქვს, პიტრი უნდა ფენდეს, კეჩუპი და ყველი. ხო, იმედია პური ექნება. კიდე 3. სასმელზე რა უნდა ნახო გიხვეცი. ეს რა არის ჯობში. დახოთ რეალობაში რამდენად ასეთი იქნება, რამდენად არ იქნება ესე. ეხა რო არ გადაიხადოს, ჩაიშალა ტელევიზია. მართლა არ გადაიხადა? ვარ ყოფილიო კი. ნომერი 42. მოკლედ იმედია მალე დამზადდება და ამასთანავე იმედია ის მოვა რაც უნდა მოვიდეს და არა რამე სისულელე. ნამდვილად. ეხლა ტუალეტში გავა. Max-ის წინ ვარ ეხლა, Max-ის რაღაცეები მაქვს აქ და მოდი პირველ რიგში ვნახოთ pop რაღაცეები ქვია ამას, ზუსტად არ ვიცი. აი ეს რა. ვაიმე, მოდი აქ გადავა. ვაიმე. გინდა. იუტუბერია. ვიცე. მარცვისა შოკოლადი არ ურევია. ვიზუალურად ის ნამდვილად არ არის, რაც უნდა ყოფილიყო. აი, მოდი ბოლოს დაგემოვნება სახლიდან გავაგზავნებ. მოდი. Hop, ვაიმე. მოეწონება ნეტა. ხო, ნუ მოკლედ ეს იყო ეგ რაღაცა, სახში გავაგზავნებ. ძახს მოეწონა მეორეჯერ მოვიდა. ამაში რა პონჩი ჩამიდეს უკვე ეს აღარ ვიცი, ან ერთ პარტში თუ არ ჩადეს. ეს არის ბურგერი პატარა, ანუ ხელის გულზე დაეტევა, ყველამ ვიცით. ბურგერია რა. ბიჭო, ანუ იცი რა არის? არც გაიქცევ, არც წაიქცევაო ამაზე ნათქვამი რა, ანუ რო გავხსნათ რა ეს პროსტა პური, ანუ შიგნით არაფერი კონსისტენცია. თან გავითვალისწინებთ ყველაზე დიდი შანსი ახლა ქონდა სანამ მანქანაში ჩავაგდებ და მე სანამ სახში მივალდა. ოკეი, რაც არის ეს არის ჩვენთვის ახლა გემო მთავარი არ არის, ჩვენთვის მთავარია ვიზუალურად როგორ გამოიყურება და ვიზუალურად რაკულას დაუწერ. გავარკვევთ სახში. ჩამოვედით უკვე გორში გვაქვს სამი ობიექტი. ესენია ვენდისი, საბვეი და დანკინი. იტოქში აქ შევალთ და ორ პროდუქტს რაკაც ავიღებთ დიდი ალბათობით და სახში უკვე გავტეთ. ბურგერი აქაც რა თქმა უნდა ვენდისი ბურგერითაც და მოდი მოიწე ხალხს ხედავ შემშალა. ვენდისშიც ჩიზბურგერი ავიღეთ რომ შევადაროთ Max. შეგვახედე ბოგი. სპარტაშოვის ბოგზე მაგარი ისტორია რა. იტოქში შევუკვეთე ნათება რა. თავის დამზადებდა პიროვნებად შევუკვეთე ამასთან ნათება. წერეს რა. ღმერთით გადაიხდი ჩოჩოქრეში. რითი გადავიხდი მეთქი რა. ღმერთითო. რა ღმერთი მეთქი რა. ბოგიო. რუსი ყოფილა. ეგ გიტაცარი და თუ გაუწუხე ამას გული. ეს მოწოწალი უხდება რაღაცნაირად გამიყვე. აი სალათია ის. BMT-ა ის. ეგ არის ყველაზე კარგი. მამებში კი ძალიან BMT. ოკეი. ასე გამოიგურე. იტოქში აქ გამოჩნდა რომ სპონსორი მჭირდება და გეხვეწებით შემეხმიანი დროულად. საბუეთი და უწყოთ. შეფუთო ესე კარგი, სუნი აქ ძალიან. ო, შეფუთო ძალიან ლამაზია. ძალიან არ დაგლიჯო რომ შევინახოთ. გახსენ. აუ რა კაია სტილია. ვიზუალურად რო თქვათ ის არ არის რასაც ვარდი, მაგრამ რას ფოტოზე. გემრიელი ჩანს. ძალიან კარგი გემრიელი ნაჭერი ჩანს. ამიტომ ძალიან მაინტერესებს როგორი გემრიელობა ცივზე. ვენდისი
შკიტა რაღაცები ხონდა. ეს რა არის მობასკან ძალიან მახინჯია. ანუ ფერია ვაფშე. არ მინდა მეგებს. ეხლა საწავედით? ბანგინში. ბანგინში, მაგრამ ჩემი ვიცა. მან დისის გაკ. ორცალს არის. რა ერქო? ორი ჰაშბრაუნი. ჰაშბრაუნი. რავი რაც კარგი სასა იგას მაგერდები ლუო. ბანგინში რა უნდა? დონატი, რა თქმა უნდა. აი ეს გულია იღე კიდე. 582. იდეაში პანდას ყიდვა ყოფილა საჭირო აქვეიდომა რა, ოკეი, პანდას ავიღოთ და ჩვენი პანდა როგორი იქნება. დანკინმა პანჩურით გამომაგდო. საჩუქარი არ გვაქვს, ის არ გვაქვს, ეს არ გვაქვს და შევცვალე და ნაკლებად უფრო საინტერესო აღე, მაგრამ მაგას უკვე სახში ვნახავთ. ამიტომ ცოტა ხანი დამცავ. წავედი მე სახში. მოვედით. მოკლედ, ეს არის ჩვენი BLT. აი სუნელი მარცვლა ძალიან კარგია. ანუ ხედავთ სუნელი ძალიან კაი. ჩავკვიჩოთ და ნახოთ როგორ მომეწოდება. ძალიან კაია. მე თქვენი ვიდეო აღარ მაინტერესებს გემრიელად ვარ. პურია და შეგნით რაღაცეები ყრია, მაგრამ ძალიან გემრიელია. ვიზუალში გემოში და ყველაფერში 10-დან 10 უწერ გემრიელესი იყო. ეხლა ვნახოთ ბურგერები. ეს როგორც იცით არის ვენდისის ბურგერი. ანუ ჩვეულებრივი კვერცხობა, ჩვეულებრივი სტანდარტული კვერცხობა. მოდი ვნახოთ მათი. მაგშიც ანალოგიურ ველოდები. ბურგერებს შორის სიმართლე გითხრათ. ვენდისის ბურგერი უფრო ხნედ და კარგად გამოიყურება. ეს უფრო არა. მაგდონალდსის გემო არის ის, რასაც ველოდი. ყველი იგზნობა, GMO იგზნობა, გენმოდიფიცირებული როა, თავისი მაკიის გემო დაკრავს. მოდი ახლა ვნახოთ ვენდისი. ეხლავე გეტყვით ჩემ აზრს. ეს ძალიან ცუდად გამოიყურება, ჩვეულებრივი მაკის ჩიზბურგერი. ეს ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ გემოთი პირადად მე მაგდონალდსის უფრო მომწონს, რაღაც ალბათ ნოსტალგიის ბრალია, არც ეს არ არის ცუდი, მაგრამ ეს ჯობია. მაგდონალდს დავწერდი 6-5-ას, იმიტომ რომ ვიზუალურად ის ნაკდად არ იყო. ეს ვიზუალურად ძალიან ლამაზი იყო. ამიტომ 7-5-ას დავწერდი, მაგრამ რეალურად გემოთი მაგდონალდსი მირჩევნია ამას. ეს კი არის ჰაშბრაუნი. ანუ იდეაში შუქსაც ატარებს ისეთია რაღაც კარგი შეხედვა რაც იქ იყო ის არის სხვა ვერაფერს ვიტყვი. აბა დავაგემოვნოთ და ვნახოთ როგორ მომეწონება. შვენიერი გემო ქონდა, კარტოფილის გემოს ვგზნობ, მგონი კარტოფილისგან კეთდება და გემრიელია სხვათა შორის 2.75-ად 100% კიდე ერთხელ ვიყიდი. აი კი არა ვიყიდი კიდევაც. 10-დან 10 დავწერ. ძალიან დიდ პორციას თქვენი პორციას მაყურებლების არ აქვს ჩემი არხი გამოწერილი. ნუ მატყენ გულს, გამოიწერე არხი, დამეხმარე განვითარებაში და მადლობელი დაგჭები. ახლა გადავიდეთ ამ რაღაცები. ეს თუ არ ვწდები, უნდა იყოს ვანილის. შოკოლადისა, არა და შავი უნდა იყოს. სურათებში იყო ნაჩვენები, რომ ეს უნდა ყოფილიყო შავი და არ არის შავი. 0.5 ამას. ეს კი უნდა იყოს თუ არ ვწდები მარწვის. ფერით არ წააგავს ნამდვილად მარწვის და ფერებში ცოტა გვატყუები, მაგრამ გემონახოთ. ვანილია, ამას უწერ 10-დან 10. უგემრიელესია და 3 და რაღაც არის. ძალიან კარგია, რეკომენდაციას აი კონკრეტულად ამას ვაძლევ. როგორც იცით, დანკინში ავიღეთ რამდენიმე პროდუქტი, მაგრამ ერთი პრობლემა შეგვექმნა. სამწუხაროდ გამომწვარი არ ქონდათ. ეს ხშირი პრობლემაა ხოლმე დანკინში, ლოდინი ვერ შევძელით და თვითონვე გამოგვაწერეს სხვა რაღაცეები. ხო და ერთ-ერთი არის ეს გულის ფორმა, შავი, ჩვენ წითელი შევუკვეთეთ. გულის ფორმა არ აქვს. ეს გულს აღარ გავს, ეს უფრო ტრაკს გავს. ბოდიშით, მაგრამ ესეა, მაგრამ მოდი დავაგემოვნო ტრაკი.
უგემრიელესია. რაც გინდა ის თქვი ძმაო, დანკინის დონატებს აქვს უგემრიელესი გემო. ის შეკვეთა არ არის, რაც მე მინდოდა, სხვა მომცეს შავია, წითელი მინდოდა. მაგრამ მარტო გემოს გამო დაუწერ 10-დან 6 ქულას. ნუ ის 4 ქულა ვიზუალმა და არასწორმა იმან მოაკლო, მაგრამ უგემრიელესია. თუ არ გაქვთ გასინჯული, გასინჯეთ, იყიდეთ, დამიჯერეთ მოგეწონებათ. შემდეგი ესეც განსხვავებული მოგვიწია რო აღვიღო, იმიტომ რომ ის არ იყო რომელიც გვინდოდა, არის რას ტაიმს გავსა. ვიზუალურად უკვე ნაგავს გავს, მაგრამ გემოვიც რო ამას წასვლა და გამიკვირიანა ფუჩე. ერთი ამის ვიზუალისაც გემო აქვს, აღფრთოვანებული ვარ ამის გემოთი, სამლარზე ნაკლები ის მომხმარებელი ხდები ოფიციალურად. უგემრიელესია. ცოტა ვიზუალურად შეილახა და მაინც 10-დან 7, იმიტომ რომ ძალიან გემრიელია და რა ვქნა. და ბოლოს, რომელიც გქონდათ და რომელიც ავიღეთ, არის დარარამ, პანდა. თითქმის ის არის, რაც ანუ სურათი რაც იყო იგივეა. მოდი ვნახოთ გემო როგორია. 10-დან 10. აი ეს დონატი არ არის, ეს არის ლეგენდა. უგემრიელეს, აი დღეს რაღაც დანკინს ვეტენები, მაგრამ ეგ იმის გამო არ არის, რომ ვინმე მან გადამიხადა, არ მინდა რომ გადამიხადოს, არა რა თქმა უნდა, მინდა რომ გადამიხადოს, მაგრამ ობიექტურად ვამბობ ხალხო, რაც გავსინჯე, ჰაშბრაუნი ძალიან მომეწონა თავის ფასთან შეფარდებაში. ბურგერები დიდათ არა, საბოის სენდვიჩიც დიდათ არ მომეწონა, მაგრამ დანკინის დონატები და მაკდონალდსის პოპ რაღაცები როა ძალიან გემრიელი იყო. ანუ ტკბილი გამოდის ამ ხალხს და რანაირად არ ვიცი, ბურგერი უფრო არ მომეწონა ვიდრე ტკბილი. ეს იყო დღევანდელი ჩვენი ვიდეო. თუ მოგეწონათ, გთხოვთ ლაიქი დამიტოვოთ. Subscribe-ს გლიჯე იმიტომ რომ ძალიან დამეხმარები ამით რომ ჩემი კონტენტი განვავითარო და უფრო ხარისხიანი ვიდეოები შემოგთავაზო და ერთი რაც ყველაზე მთავარია თუ ამ ვიდეოს ავიყვანთ 5000 ლაიქზე ვეცდები რომ შევუკვეთო fast food-ებიდან ყველაზე ძვირიანი პროდუქტები 5000 ლაიქი ეხლა კი დროებით გემშვიდობებით მადლობა რომ მიყურებდით და აბა ჰე ვაიმე ტკბილი ხელი მაქვს მაგრამ